მედიის როლი თქვენ ხო გესმით? თქვენ ხო გესმით პოლიტიკური პარტიების როლი, როდესაც შეხედა არ გაგვეშუქებინა და არ გამოვიდოდნენ მაშინ. აი არ მარგინდა. დაახლოებით ასე ვხედავ თქვენს პრეზიდენტს. არ უნდა გვეჩვენებინა ყობახიძის განცხადება და ხალხიც არ გამოვიდოდა ქუჩაში. რატომ აბრალებთ იმას და თქვენ ხომ ზუსტად იცით რომ ეს არ მithქვამს? ზუსტად ვიცი რომ ასე გავიგე. არა, ესე გაიგე და პრობლემა ეს არის პრობლემა, რომ თქვენ ასე გებულობთ, ასე გადმოსცემთ, ხალხს ატყუებთ საბოლოო ჯამში. და ეს მოთხოვებული ხალხი აკეთებს არასწორ განცხადებებს, არასწორ მოძრაობებს, ვიღაც ხალხი ხვდება ციხეში და თქვენ არ გინდათ არანაირი პასუხისმგებლობის აღება ამაზე. ისევე როგორც ჩემი კოლეგების უდიდესი ნაწილი ზოგადად პასუხისმგებელია ამაზე და არ უნდა ამის პასუხისმგებლობის აღება. ისევე როგორც იქ რო 500 კაცი რო დგას ახლა აქციაზე. იმას არ უნდა პასუხისმგებლობის აღება იმაზე რომ მათი ეს გეგმა არ მუშაობს. და ჯიუტად აგზელებენ ერთ რაღაცას და სხვა რაღაცის დაწყების საშუალებას არ იძლებენ. არის რამაც შეიძლება იმუშაოს. ზოგადად ბიბლია გვეუბნება რომ პირველად იყო სიტყვა. სიტყვის გარეშე, ლაპარაკის გარეშე, შეთანხმების გარეშე გავარდნა. აი, ქართველები რო შამქორის ბრძოლაზე ან ბასიანის ბრძოლაზე გავარდნილიყვნენ. აი, ქაოტურად წინასწარ მოლაპარაკების, გეგმის, სარდლის არჩევის გარეშე. რომელი ბრძოლას მოვიგებდით? ამ აქციების შედეგი ახლა რაც ხდება, უბრალოდ არაფერი არ შეიძლება იყოს პოზიტიური. ეს არის უბრალოდ სამარცხვინოდ ქცეული აქციები ამ წუთად. ამ აქციებს, რომელსაც 500 კაცი დადის ახლა და 500 აქტივისტი, რომელსაც სადაც ნახევარი ქოცია, ამათი გაправება ხდება როგორც ოპოზიციონერების და მართლა ოპოზიციონერების გაშავება ხდება.